საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებების შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ვინ როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გზავნილებს? ანა ბროლაძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში გვერდება, ანა გისმენთ. ბუნებრივია ძალიან ინტერესით უსმენდნენ იმას, თუ რას იტყოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს, ვიდრე ის დატოვებდა ორბელიანების სასახლეს და ამის შემდეგ ჩვენ ველოდით განცხადებას, რომელსაც მოვისმენდით და ბუნებრივია, რომ პოლიტიკური სპექტრიც იყო ზუსტად იდენტურ მოცემულობაში. და რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი ამ შემთხვევაში ოპოზიციამ დაინახა ის, რომ მას აქვს საკუთარი ფუნქცია, რომელზე ხაზგასმას დღეს არაერთხელ მოუხდა მეხუთე პრეზიდენტს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ისაუბროს ძალიან აქტიურად იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია, რომ არ მოხდეს ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება და ოპოზიციისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამბობენ, რომ ამ ფლანგზე თავადაც აქტიურად მუშაობენ და სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელსაც ჰქონდა მეხუთე პრეზიდენტის სტატუსი და აქვს მეხუთე პრეზიდენტის სტატუსი და აქვს ძალიან კარგი კონტაქტები და პარტნიორებთან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. თუმცა მაგალითად ძალიან საინტერესო იყო თინათინ ბოկუჩავას განცხადება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ გააგრძელებს მეხუთე პრეზიდენტი საერთო ოპოზიციური დღის წესრიგით პოზიციონირებას, თუ მისი მომავალი დაკავშირებული იქნება რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგთან, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. რაც შეეხება კონსულტაციების და გეგმების კუთხით არსებულ თანამშრომლობას, ბუნებრივია, რომ ოპოზიციისგან დავინტერესდით რა ხდება ამ მიმართულებით, არის თუ არა კონსულტაციები, როდის შეიძლება შედგეს შეხვედრა მხარეებს შორის. დღესაც ისევე როგორც გასული დღეების განმავლობაში პასუხად მივიღეთ, რომ კონსულტაციები გრძელდება და ის დოკუმენტი, რომელზეც საუბრობდა თავადაც მეხუთე პრეზიდენტი განცხადების ფორმატში, რომ ის მუშავდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამაშიც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ აქვს საკუთარი როლი, საკუთარი წინადადებები უკვე წარადგინეს ზურაბიშვილთან და თუ როგორ ფორმატზე მოხდება შეჯერება და რა სახე ექნება ამ ყველაფერს დოკუმენტური სახით, ეს გაირკვევა სალომე ზურაბიშვილის განცხადების კვალდაკვალ, მათი პასუხიც ასეთია, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში. ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობაში, ის ეხმარება საქართველოს საგარეო პარტნიორებთან კომუნიკაციაში და შესაბამისად ჩვენი ოპოზიციური პარტიების როლიც ამ ნაწილში მნიშვნელოვანი არის, კომუნიკაცია გრძელდება მასთან. ამაზე გააკეთა მან მინიშნება, რომ ის დოკუმენტი, რომელიც ახალ არჩევნებს შეეხება, რამოდენიმე დღეში მორჩება და სწორედ ამას გულისხმობდა, რომ ჩვენთან კოორდინაციაში და არასამთავრობო სექტორთან კოორდინაციაში მზადდება ეს დოკუმენტი. ცალსახად შეიძლება ხაზი არ გაუსვა, იმიტომ რომ ბრიფინგის თავარი თემა იყო საგარეო პოლიტიკა და მისი როლი ამ საგარეო პოლიტიკაში. ახალი არჩევნების თემაზე სტრატეგია, მეთოდოლოგია როგორი უნდა იყოს, ჩვენი წარდგენილი დოკუმენტი, ერთობლივი, არასამთავრობო სექტორის ერთობლივი წარდგენილი დოკუმენტი, ამაზე მუშაობთ ერთობლივად, რომ საერთო სახე მიიღოს. იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს საერთაშორისო მეგობრები, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები არ ხვდებიან და არ შეხვდებიან, ამ ფონზე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ხალხის ევროატლანტიკური გზავნილი და ზოგადად ჩვენი საგარეო კომუნიკაცია იყოს ეფექტური და ამ შემთხვევაში ნამდვილად სალომე ზურაბიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია რომ ჰქონდეს. ეს ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს ის სამომავლოდ პოლიტიკას, ითამაშებს თუ არა ის ერთგვარ გამაერთიანებლის როლს და მათ შორის საგარეო ასპარეზზე წარსდგება არსე, თუ გადაწყვეტს, ვთქვათ, რომ ერთ კონკრეტულ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს დაუკავშიროს საკუთარი პოლიტიკური აქტივობა. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და გამოხატავთ ზატყოფნასაც, რომ მასთან ერთად ვითანამშრომლობთ საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, თუ ამის საჭიროება არის და ცალკეულ საკითხებში ესეთი არის ხოლმე და ჩვენ ამას ვახორციელებთ, თუმცა ძირითადი ხაზი ჩვენ გვიჭირავს ჩვენი პარტიული მიმართულება, ჩვენი გეგმის მიხედვით, რომელიც ცალსახა მიზნად ისახავს, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ ახალ არჩევნებში სამართლიანი საარჩევნო გარემო უზრუნველყოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ პარტნიორების განთავისუფლების წინაპირობით ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ, სადღაც ექნება თანამხედრა ვიმუშაოთ სხვა აქტორებთან, არასამთავრობოსთან, სალომე ზურაბიშვილთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, სადაც არ გვექნება ჩვენ დამოუკიდებლად და ვაკეთებთ. ეს არ არის აუცილებელი ყველა ერთ ხმაზე და ერთ ჭკუაზე ვიყოთ. თავი არის რაღაცა ერთ ბიზნესკენ მივიდიოდეთ ყველა და ამას მეგონი ვახორციელებთ. ბუნებრივია, რომ მეხუთე პრეზიდენტის განცხადების და კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო ქართული ოცნება. აღსანიშნავია, რომ ესეთი განცხადება მოვისმინეთ მისგან დღევანდელ ბრიფინგზე. თქვა, რომ
ქართულ ოცნებას აქვს ორი ვარიანტი. ერთი რომ გარკვეულწილად დათმოს და მისი მხრიდან იყოს ჟესტი ის რომ დანიშნოს ახალი არჩევნები და თუ ახალ არჩევნებს არ დანიშნავს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივად დადგება მართველი პარტია დაშლის წინაშე და სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ გაუძლებენ აი ამ მოცემულობაში ამ პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს ყოფნას. დაშლაზე გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ მმართველ პარტიაში, რაც შეეხება თავად კრიტიკას, რომელიც მეხუთე პრეზიდენტისგან ისმის, ამბობენ რომ ეს რიტორიკა არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რომელიც აზიანებს ქვეყანას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ერთ ნაწილი ჩამოშლის ნაწილში უბრალოდ სასაცილოა, მისგან ამის მოსმენა და ესე ვთქვათ მისი მეგობრებისგან. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში და თითეული მისი განცხადება არ არის მისი განცხადება, თითეული მისი განცხადება არის ნაკარნახევი იმ სცენარიდან, რომელ სცენარსაც მიყვება როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ის ოპოზიციური დანაყოფები, რომლებიც დღეს მაკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთ შტაბ-ბინაში გადაინაცვლეს და ქალბატონი სალომე გამოვიდა ჯილდო მივიღეო. ჯილდოა ეს ყველაფერი, ეს სტიპენდიაო და კი ბატონო, გამეორდები, ვეთანხმებით მართლაც ჯილდოა თავისი აგენტურული საქმიანობისთვის. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ნაცი ოპოზიციის წარმომადგენელია და ისეთივე მონური დავალების შემსრულებელი ჩვეულებრივი მონა და ჯაშუშია, როგორც არიან სხვა ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს ჯერ კიდევ მიღებული ძველი დავალება, რომ ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორმე გააშავოს ჩვენი ქვეყანა, როგორმე თავისი ყოფილი სტატუსი, როგორც საქართველოს პრეზიდენტისა გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანდეს და მათ შორის ხელი შეუწყოს გარკვეულ ძალებს, რომ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სწორედ ამის გამოვლინება არის დღევანდელი ბრიფინგი. მისი სულისკვეთება, მთელი მისი მოქმედება და ბოლო პერიოდის მოღვაწეობა მიმართულია იმისკენ, როგორმე ჩამოანგრიოს ეს ქვეყანა და შეუქცევადი გახადოს გრევის პროცესი. და ეს უკვე აშკარად არის, ზედაპირზედებს, ეს არ არის დამალული გეგმა, ეგ ერთი საკითხი. რა პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა იყოს საქართველოში შექმნილი და ის აბსურდიც რომ ვინმე დაიჯეროს, რომ აქ არჩევნები შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყოს, სალომე ზურაბიშვილს გაუვიდა ვადა, კალენდარულად გაუვიდა ვადა. სალომე ზურაბიშვილი მავნებელთა სათავეში დგას და ეჯიბრება სხვებს, როგორმე უფრო მავნებელი იყოს ვიდრე კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები. ეს არის პოლიტიკური გამოხმაურება იმ განცხადებისა, რომელიც მოვისმინეთ მეხუთე პრეზიდენტისგან დღეს. დიდი იყო მოლოდინი, რა სიტყოდა პირველ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილი, მას შემდეგ რაც დატოვა ორბელიანების რეზიდენცია 29 დეკემბერს და დღეს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ უკვე ახალ სივრცეში მოგვესმინა მისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ბრიფინგის ფორმატი, დაისვა რამდენიმე შეკითხვა, რომლის შემდეგაც მე უკვე პრეზიდენტმა, მეხუთე პრეზიდენტმა დატოვა სივრცე, თქვა რომ უახლოეს დღეებში ხვალ ჩავა ზუგდიდში, შეუერთდება აქციის მონაწილეებს, ამის შემდეგ ის გაემგზავრება ვაშინგტონში და ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ კვლავაც აქტიურად ჩაერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მადლობა, ეს ანა ბროლაძე იყო.